ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 73 სესიამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ საქართველოსა და 44 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია წელს პირველად მიიღო. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიღებულ ამ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტში პირველად მიეცათ შესაძლებლობა გაეროს წევრ ქვეყნებს რეზოლუციის თანაავტორები გამხდარიყვნენ და ამ გზით კიდევ უფრო აქტიურად ჩართულიყვნენ ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის გვარებისადმი მიმართულ ძალისხმევაში. საუბარია დოკუმენტზე, რომელიც გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს და კიდევ ერთხელ ადასტურებს ყველა იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნების უფლებას. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციას მხარი 79 ქვეყანამ დაუჭირა. 15 იყო წინააღმდეგი, 57 წევრმა ქვეყანამ თავი შეიკავა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს რეზოლუციას მხარი 91 ქვეყანამ დაუჭირა. წინააღმდეგ ხმა 16 ქვეყანამ მისცა, თავის 62-მა შეიკავა. ამჯერად მიღებულ რეზოლუციაში მნიშვნელოვანი პრეცედენტია ის ფაქტიც, რომ სომხეთმა პირველად კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა ქვეყანამ, რომელიც აქამდე საქართველოს წინააღმდეგ აძლევდა ხმას. რეზოლუციის წარდგენისას გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კახაინაძემ აღნიშნა, რომ რეზოლუცია ეფუძნება იძულებით გადაადგილებული პირების შესახებ გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს. უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკიდურესად შემაშფოთებელი რჩება. მოსახლეობას უწევს გატაცების, უკანონო დაპატიმრების, საკუთრების ხელყოფის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის, ასევე ეთნიკურ ნიადაგზე დისკრიმინაციის მოთმენა. გენერალური მდივნის უახლესი ანგარიშის ნახვა დიდ გულის ტკივილს იწვევს, სადაც აღწერილია ქართველი იძულებით გადაადგილებული პირების ტრაგიკული დაღუპვა საოკუპაციო ძალის მიერ დაკავებისას. ასეთი შემთხვევები ხშირია: ბაშარული, ოთხოზორია, ტატუნაშვილი, კვარაცხელია. გაეროს გენერალური ასამბლეის ხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა და მწვავე გზავნილები გაიგზავნა რუსეთს. მოსკოვი გაეროს ტრიბუნიდან ყველა გამომსვლელმა გააკრიტიკა და პირდაპირ დაადანაშაულა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მის მიერ განხორციელებულ დანაშაულებრივ ქმედებებში. ეს მაშინ, როცა რუსეთი გაეროს მუდმივ მოქმედი წევრი ქვეყანაა. ბრიტანეთი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას შეწყვიტოს ქმედებები, რომლებიც ხელს უშლის იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნებას მათ სახლებში. ამ ქმედებებში იგულისხმება ადამიანების დაშინება, მათი საცხოვრებელი სახლების დანგრევა და ბარიერების აღმართვა ეგრეთ წოდებულ ადმინისტრაციულ საზღვარზე, რაც მიზნად ისახავს თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას. საქართველოში 250,000-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირია მაშინ, როცა ქვეყნის მოსახლეობა 4 მილიონს არ აღემატება. მნიშვნელოვანია გაერომ დააფიქსიროს მესიჯი, რომ ეს ადამიანები არ არიან დავიწყებულნი. ჩვენ მივესალმებით გადაწყვეტილებას, რომელიც აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსს ეხება. დოკუმენტი ყველა ჩვენგანს მოგვიწოდებს და გვავალდებულებს ვიზრუნოთ იმაზე, რომ დაცული იყოს ამ ადამიანების ფუნდამენტური უფლებები. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში. ამ რეზოლუციის პირველივე თავში ნათქვამია, რომ არავის უნდა აეკრძალოს საკუთარ ქვეყანაში შესვლა. ქვეყნის ტერიტორიაზე კი ყველას უნდა ჰქონდეს თავისუფალი გადაადგილების და საცხოვრებელი ადგილის არჩევის შესაძლებლობა. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია. რეზოლუციის დაუყოვნებლივ მიღება კი მნიშვნელოვანია რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე. ქართული მხარე მიღებულ რეზოლუციას ქართული დიპლომატიის წარმატებად მიიჩნევს და აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ამ რეზოლუციით ახლა საქართველოსთან ერთად უფრო მეტი ქვეყანა აღიარებს ერთდროულად რუსეთს აგრესორად. ისინი ინიციატივის თანაავტორებიც არიან. ამიერიდან არა მხოლოდ საქართველოს ეკუთვნის ეს რეზოლუცია, არამედ ეკუთვნის იმ დანარჩენ 44 წევრ ქვეყანასაც, რომელიც შემოუერთდა ამ რეზოლუციას და ამით ამ რეზოლუციის წონა და მნიშვნელობა იზრდება. ანუ მომავალ წელს შესაძლოა კიდევ გაიზარდოს თანასპონსორობის რაოდენობა, მათი ჩართულობა ამ რეზოლუციის შემდგომი ინიციირების და გატანის კუთხით კიდევ უფრო იზრდება. ანუ რეზოლუცია კიდევ უფრო მეტ წონას და მნიშვნელობას და ფუნქციას იძენს. გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციით წელს კიდევ ერთხელ დადასტურდა ეს მზარდი საერთაშორისო მხარდაჭერა, რაც გააჩნია საქართველოს მისი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ და რაც მთავარია იძულებით გადაადგილებულ პირებს მათი განუყოფელი დაბრუნების უფლების განხორციელებისათვის. ეს რეზოლუცია მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ეს არის ჰუმანიტარული ხასიათის რეზოლუცია.
წელს საქართველოსთან ერთად ამ რეზოლუციას ყავს 54 თანასპონსორი. ფაქტობრივად თანა ავტორი, თანა წარმდგენი, რაც კიდევ უფრო აძლიერებს და უფრო მეტ დატვირთვას აძლევს საერთაშორისო მხარდაჭერას, რომელიც ამ საკითხს გააჩნია. ყურადსაღებია, რომ რეზოლუცია თავისთავად უკვე მოუწოდებს შესაბამის ფორმატებს და მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს, რომ ეს საკითხი არსებითად განიხილოს. ანუ რეზოლუციით არ ხდება ამ საკითხის იმპლემენტაცია, ეს არის მხარდამჭერი დოკუმენტი და ხდება პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის დაფიქსირება, ხოლო პროცესი, რა თქმა უნდა, არის ძალიან კომპლექსური. ქართული მხარე არის მზად ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში განიხილოს, რა თქმა უნდა, ეს საკითხი და ყველა ასპექტით, ოღონდ მთავარი ის გახლავთ, რომ ამ რეზოლუციით ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, მიუხედავად იმისა, მოსწონს თუ არა ეს ვინმეს, უნდა თუ არა დღეს ამ საკითხზე საუბარი. დევნილთა დაბრუნების უფლება არის განუყოფელი საერთაშორისო სამართლის და ამიტომ ამ უფლებას ამ ადამიანებს ვერავინ ვერ წაართმევს. ოპონენტები კი აკრიტიკებენ რეზოლუციას და ქართულ დიპლომატიურ სამსახურებს მუშაობას უწუნებენ. ოპოზიციისგან განსხვავებით უმრავლესობა გაეროს მიერ მიღებულ რეზოლუციას წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს. საქართველოს გარშემო დგას წამყვანი ქვეყნები და არა მარტო თვითონ თანაავტორობის ფაქტია მნიშვნელოვანი. არამედ გამოსვლებს მოусმინონ უნდა, რას საუბრობენ, როგორ ლაპარაკობენ და თუ კი ხვალ არ სრულდება ეს რეზოლუცია, როგორც რაღაც სკეპტიკოსები საუბრობენ. ყოველ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, მეტად მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოს თავის სიმართლესთან ერთად მარტო არ არის. საქართველოს დგას იქ, სადაც განვითარებული ქვეყნები დგანან და მათი პარტნიორების ჯგუფი არის საკმაოდ მყარ და პრინციპულ პოზიციაზე. დასაკვირველია, ორ დღეში არაფერი არ წყდება, მაგრამ პროცესი მთლიანად საქართველოსთვის სწორი მიმართულებით მიმდინარეობს. რთულია მდგომარეობა, მაგრამ ამ რეზოლუციამ კიდევ ერთხელ გამოხატა, რა დამოკიდებულება აქვს მსოფლიოს დევნილების პრობლემის მიმართ, რა დამოკიდებულება აქვს მსოფლიოს თუნდაც აფხაზების მიმართ, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ და ზოგადად ოკუპაციის ფაქტის მიმართ. სომხეთის თემასთან დაკავშირებითაც იგივე მასზე გავლენის მქონე, სერიოზული გავლენის მქონე რუსეთმა, როგორც უსაფრთხოების, ასევე ბევრი სხვა ასპექტების გათვალისწინებით უნდა იცოდეს, რომ სამეზობლო კავკასია არის გარკვეული ტრადიციების მატარებელი რეგიონი და არ შეიძლება, რომ მეზობელი ქვეყნის მიმართ მტრული დამოკიდებულება აიძულოს თუნდაც ამ შემთხვევაში სომხეთს. მართალია მხარი არ დაუჭერია რეზოლუციისთვის, მაგრამ პრაქტიკულად მის წინააღმდეგ არ მისცა ხმა. აბსოლუტურად სწორი, დიპლომატიურად გათვლილი, კარგი ნაბიჯია. გაეროს გენერალური ასამბლეის 73 სესიაზე გაეროს მიერ მიღებულ საქართველოსთვის მნიშვნელოვან დოკუმენტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე გამოეხმაურა. მივესალმები გაეროს გენერალური ასამბლეის 73 სესიის ფარგლებში მიღებულ რეზოლუციას აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ. აღნიშნული რეზოლუცია არის მკაფიო გზავნილი, რომ საკუთარ სახლებში დევნილების ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნების, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დაცვის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხები მუდმივად გაეროს დღის წესრიგშია, რაც საქართველოს მთავრობის ნაყოფიერი მუშაობის უდაო შედეგს წარმოადგენს. საქართველო არასოდეს ასე ახლოს არ ყოფილა დასავლურ სტრუქტურებთან, როგორც დღეს და რეზოლუცია, რომელიც თანასპონსორობიდან გამომდინარე 40-ზე მეტი ქვეყნის პირად ინიციატივას წარმოადგენს, ამის პირდაპირი დადასტურებაა. ვიმედოვნებ, რომ აღნიშნული რეზოლუცია ხელისშემწყობი ფაქტორი იქნება სამართლიანობის აღდგენაში. აღსანიშნავია, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს მსგავსი შინაარსის რეზოლუციებს 2008 წლის მაისიდან წარადგენს და რეზოლუცია მნიშვნელოვანია იმითაც, რომ დოკუმენტი გაეროს გენერალურ მდივანს რეზოლუციის შესრულებისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში დევნილი მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის მიღებით გაერომ საერთაშორისო თანამეგობრობას გზავნილი გაუგზავნა, რომ საქართველოს საერთაშორისო პოლიტიკის წესრიგშია. თანასპონსორების გაზრდა კი რეზოლუციის აღსრულებისთვის მძლავრი ბერკეტია.